იმედისა და პოზიტივის დასანქცირება მხოლოდ დასაწყისია. ეს განცხადება საერთაშორისო გამჭვირვალობა დიდი ბრიტანეთის დირექტორმა გააკეთა. მისი შეფასებით რუსეთის მიერ მხარდაჭერილი გავლენის ოპერაციებმა საქართველოში დემოკრატიის ჩამოშლაში პირდაპირი როლი ითამაშა. რეჟიმის ხელშემწყობთა მცირე ჯგუფი საქართველოს კლეპტოკრატიისკენ მიაქანებს. ქვეყანა სულ უფრო მეტად შეჰყავთ პუტინის გავლენის სფეროში. სანქციები ამ რეალობას უნდა ასახავდეს, ნათქვამია განცხადებაში. დიდი ბრიტანეთის ელჩმა საგარეო საქმეთა სამინისტრო დატოვა. დიპლომატი ბოჭორიშვილის უწყებაში მას შემდეგ დაიბარეს, რაც გაერთიანებულმა სამეფომ რუსული დეზინფორმაციის გავრცელებისთვის იმედი და პოზიტივი დაასანქცირა. გარეთ უორდს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. ჟურნალისტებს ბოჭორიშვილი ესაუბრა, რომელიც ირწმუნება, რომ ელჩისგან განმარტებები ვერ მოისმინა. ბრიტანული სანქციების შემდეგ ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი გაიზარდა. ამის შესახებ საზოგადოება და ბანკების ხელმძღვანელი გიორგი კებულაძე წერს. მისი განმარტებით ეს იმაზე მიუთითებს, რომ ინვესტორებს აქვთ ინფორმაცია, რომ იმედისა და პოზიტივისთვის დაწესებული სანქციების დარღვევას არც ერთი ქართული კომპანია არ აპირებს. კობულეთის შემოვლით გზაზე დღეს მომხდარ ავარიას თავდაცვის ძალების ორი სამხედრო ემსხვერპლა. სამინისტროს ოფიციალური განცხადებით დაღუპულები არიან კაპრალ სპეციალისტი ლევან აშორტია და კაპრალი ლავრენტი მაკარაძე. ავტოსაგზაო შემთხვევა გამთენიისას მოხდა, ერთმანეთს სატვირთო მანქანა და ავტობუსი შეეჯახა.